რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ჩვენი გადაცემის მიზანია გაგაცნოთ მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოგიყვეთ ისტორიები, რომელსაც მრავლად ინახავს დადიანების სასახლეთა მუზეუმი. დღევანდელი გადაცემის ფორმატი ოდნავ განსხვავებული იქნება. დღეს ვისაუბრებთ ახალ მიმართულებაზე ჩვენი მუზეუმისთვის, კერძოდ საგანმანათლებლო პროგრამებზე. გადაცემის წამყვანი გახლავართ დავით ოყუჯავა, მუზეუმის ხელმძღვანელი. საგანმანათლებლო პროგრამები ამ სეგმენტისათვის განკუთვნილი სტანდარტების შესაბამისად ჩვენმა მუზეუმმა პირველად განახორციელა 2022 წელს. მას შემდეგ სასახლეთა საგანმანათლებლო პროგრამებს დაესწრო 20,000-მდე მოსწავლე ახალგაზრდა. 21 საუკუნეში მუზეუმის საგანმანათლებლო პოტენციალი ხელახლა შეფასდა. ყველა დონეზე განიხილება იდეა, რომ სწავლისა და 21 საუკუნის უნარების ათვისების პროცესში მუზეუმების როლი განუზომლად დიდია. საგანმანათლებლო მიმართულება აღარ მოიაზრება როგორც მუზეუმის დამატებითი სეგმენტი, არამედ მან ძირითადი ფუნქცია შეიძინა. კვლევებმა გამოავლინა, რომ კომუნიკაციისა და სწავლისთვის მუზეუმი მართლაც უზრუნველყოფს მასტიმულირებელ გარემოს, რომელიც შესაძლებელია ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და სურვილებს მოერგოს. გარემო თავის მხრივ უზრუნველყოფს პროაქტიულ ქმედითი სწავლების სივრცეს, ინდივიდუმებისა თუ ჯგუფებისთვის. ამ კონტექსტში სწავლა ერთდროულად პერსონალურიცაა და კოლექტიურიც, კერძოც და საზოგადოებრივიც. მუზეუმი იმთავითვე საგანმანათლებლო სივრცეთ მოიაზრებოდა. პირველი მუზეუმი 1693 წელს ბრიტანეთში დაარსდა. ამ დროს სიტყვა მუზეუმი თავისთავად სიახლე იყო. რამდენიმე წლის შემდეგ 1706 წელს წიგნში სიტყვათა ახალი სამყარო მუზეუმი განიმარტება როგორც სწავლული ადამიანის დასვენებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცე. მაგრამ ადრეული მუზეუმები მხოლოდ მეცნიერებისა და სამეფო კარის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩვეულებრივ ადამიანებისთვის მუზეუმის კარი დახურული იყო. მუზეუმის საგანმანათლებლო ფუნქციაზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ის უპირველესად მოიაზრებოდა როგორც წარსულის საცავი და რეპრეზენტატორი, წარმდგენი. მე-20 საუკუნის დასასრულს ახალი გამოწვევების ფონზე მუზეუმებმა სერიოზული ცვლილებები შეიტანეს თავის პოლიტიკაში და ახალი მისია იკისრეს. ორიენტირი დამთვალიერებელზე ახალი მუზეუმის ქვაკუთხედი გახდა. დღეს მუზეუმი საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი სტიმულატორია. მაგალითად, მე-20 საუკუნეში შინაარსზე ორიენტირებული იყო ძირითადად მუზეუმი. დღეს 21 საუკუნეში კომბინირებული აუდიტორიასა და შინაარსზე ორიენტირებულია ერთდროულად. მე-20 საუკუნეში მუზეუმი ძირითადად ხელშესახები, მატერიალური ობიექტების შეგროვებით და წარდგენით იყო დაკავებული. 21 საუკუნეში მატერიალურს ვირტუალური დაემატა და მოხდა მათი კომბინაცია. მე-20 საუკუნეში მუზეუმი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოქმედებდა. ინსტიტუცია ინფორმაციას წარუდგენდა აუდიტორიას. 21 საუკუნეში მუზეუმი მულტიმიმართულებიანი გახდა. თანამშრომლობის გამოცდილება, ჩართულნი არიან ინსტიტუციები მუზეუმის გამოფენებში თუ სხვა პროექტებში. ასევე აუდიტორია აქტიურად ეხმარება მუზეუმებს სწორი აქცენტების დასმაში და საზოგადოებისთვის საინტერესო გამოფენების დაგეგმაში. მე-20 საუკუნის განმავლობაში მუზეუმები აქცენტირებას აკეთებდნენ ცოდნის გაზრდაზე, დაგროვებაზე. დღეს აქცენტირება ხდება არა მხოლოდ ცოდნის გაზრდა-დაგროვებაზე, არამედ 21 საუკუნის საჭირო უნარებზე. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, თავს იჩენს პრობლემა, რაც არის საზოგადოებრივი დაკვეთის არარსებობა საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მუზეუმის საგანმანათლებლო პოტენციალი სრულიად უცნობი და უცხო თემაა. ამიტომ მუზეუმებმა უნდა გამოიყენონ ყველა საშუალება, რათა ამ საკითხის მიმართ ინტერესი გაიზარდოს. რისი მცდელობაც არის დღევანდელი გადაცემა. ამ გადაცემის ფარგლებში დასასრულს ჩვენ რამოდენიმე წინადადებას გავაჟღერებთ და ყველა ჩვენს მსმენელს და განსაკუთრებით საგანმანათლებლო მიმართულების პროფესიონალებს შევთავაზებთ საინტერესო თანამშრომლობას. ეს განსაკუთრებით წარმატებულია რეგიონალურ მუზეუმებში, ადგილობრივი საზოგადოების ჩართვის გზით. ამ საკითხს უკავშირდება მუზეუმის ეგრეთ წოდებული გარე აქტივობებიც, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს აუდიტორიის გაფართოებას, მეორე მხრივ კი ბუნებრივია აყალიბებს ცნობიერებას. მუზეუმის გარე აქტივობები საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი სეგმენტია. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ გესაუბრებით
მუზეუმში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ამ სეგმენტის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა, მუზეუმმა შეიმუშავა 2022 წელს. გაზაფხულზე და პროგრამას გაზაფხული დადიანებში დაერქვა. გაზაფხულის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად გადაიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა გაზაფხული დადიანებში ამოქმედდა. მისი მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით საგანმანათლებლო აქტივობებში. პროგრამის მონაწილეებს უტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, სადაც ისინი გაეცნობიან დადიანების მუზეუმის უნიკალურ კოლექციას. მოისმენენ ლექციას გაზაფხულზე. რა თქმა უნდა, პროგრამა გათვლილია ძირითადად პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებზე. პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო, სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით ქმნიან გაზაფხულის სურათებს. შემდეგი პროგრამა, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ზღაპრები, მითები და იგავარაკები. პროგრამის მონაწილეებს ტრადიციულად უტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, სადაც ისინი გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს, მოისმენენ ზღაპრების, მითების და იგავარაკების წარმოშობის ისტორიას და ამასთანავე გაეცნობიან დადიანების ბიბლიოთეკაში დაცულ საბავშვო წიგნებს. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას. საიდუმლო კონვერტში მოთავსებული ზღაპრის გმირების საშუალებით ბავშვები შექმნიან ჩანახატებს. გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი. ეს პროგრამა გათვლილია მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის. მონაწილეებს, რა თქმა უნდა, ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეული სასახლის დადიანების მემორიალურ გამოფენას და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს. სალექციო ფორმატში პროგრამა საშუალებას მისცემს ბავშვებს გაეცნონ, როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ მოხდა მისი შენარჩუნება. პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები იმუშავებენ ასომთავრულ ნაწერებზე, გაშიფრავენ აფორიზმებსა და ქართულ ხალხურ ანდაზებს. ევროპული მემკვიდრეობა დადიანებში. ესეც ერთ-ერთი პოპულარული პროგრამა გახლავთ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის პორტფელში. მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, სადაც ისინი გაეცნობიან დადიანების მუზეუმის ხელოვნების ნიმუშებს, უნიკალურ ევროპულ კოლექციას. მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრეზენტაცია დადიანების ევროპულ მემკვიდრეობაზე და მათ ისტორიულ კავშირზე ევროპასთან. გაეცნობიან ევროპელ მოგზაურებს, რომლებმაც აღწერეს საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური თუ რელიგიური ვითარება და მიმოიხილეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. გაიმართება დისკუსია ქართულ-ევროპულ ურთიერთობასა და საერთო ღირებულებებზე. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო, სახალისო აქტივობას. ბავშვებს დაურიგდებათ ბარათები, რის მიხედვითაც აღადგენენ დადიანების ევროპული მემკვიდრეობიდან მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს. შემდეგი პროგრამა, რომელიც თქვენს წინაშე მინდა წარვადგინო, არის დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია. პროგრამა მუზეუმში 2023 წელს დაინერგა. პროგრამის ფარგლებში ბავშვები დაათვალიერებენ დადიანების მემორიალურ გამოფენას. სალექციო ფორმატში ბავშვები გაეცნობიან დადიანების ევროპული ბაღის, ანუ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შექმნის ისტორიას. გაიმართება დისკუსია ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით პრობლემებზე, ნარჩენების შემცირებასა და მართვაზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე. პრაქტიკულ ნაწილში წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შეიმუშავებენ გეგმას, რომლის მიხედვითაც შექმნიან პლაკატებს და ადგილზე გააკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას. კიდევ ერთი სეზონური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოქმედებს მუზეუმში, არის ოქროსფერი შემოდგომა. მონაწილეებს გიდის თანხლებით უკვე ტრადიციულად ექსკურსია ჩაუტარდებათ მუზეუმში, სადაც ისინი გაეცნობიან მუზეუმში დაცულ ეთნოგრაფიულ კოლექციას. მოისმენენ პრეზენტაციას შემოდგომაზე. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს სახალისო სავარჯიშოს, სადაც წარმოდგენილი სამუშაო მასალების საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან შემოდგომის სურათებს. განსაკუთრებული სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ პროგრამა ვეფხისტყაოსანი და მიხაილ ზიჩი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალურ გამოფენას. ასევე გაეცნობიან მიხაილ ზიჩის უნიკალურ ესკიზებს, რომელიც მუზეუმში ინახება. სალექციო ფორმატში პროგრამა საშუალებას მისცემს ბავშვებს გაეცნონ გენიალური შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის ვეფხისტყაოსანის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს. მოისმინონ ისტორიები, როგორ გაჩნდა იდეა შეექმნათ პოემისთვის ილუსტრაციები, ვინ არის მიხაილ ზიჩი და როგორ იქნებოდა მისი ცნობილი ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნისათვის და სხვა დეტალები. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო, სახალისო დეტალებს. მონაწილეებს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული ვეფხისტყაოსნის გმირების კარიკატურებისა და შარჟების დახმარებით ან საკუთარი ფანტაზიით შეუძლიათ დახატონ პოემის გმირები. კიდევ ერთი მუზეუმის მიერ შექმნილი პროგრამა, რომლის საფუძველზე მუზეუმში გამოფენაც შეიქმნა, გახლავთ ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია. პროგრამის მონაწილეებს
ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, სადაც ისინი გაეცნობიან მუზეუმში დაცულ ქსოვილის კოლექციას. მოისმენენ ლექციას ქართული ქსოვილის შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში კი ქართული ორნამენტების გამოყენებით შექმნიან წიგნის სანიშნეებს. პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. მუზეუმში ასევე არსებობს დღესასწაულებისადმი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესასწაულებისადმი მიძღვნილი პროგრამები. მაგალითად, შობა ახალი წლის ტრადიციები. მონაწილეებს პროგრამა შობა ახალი წლის ტრადიციების მონაწილეებს გიდის თანხლები ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. პრეზენტაციის თემა კი როგორ ხვდებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობა ახალ წელს და რამდენად მრავალფეროვანი ტრადიციები ჰქონდათ ქართველებს. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან საახალწლო დეკორაციებს. 2024 წლის 1 მარტიდან მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პროგრამა კამფეტების ისტორია. პროგრამის მიზანია ერთის მხრივ მუზეუმის ისტორიის გაცნობა ბავშვებისთვის, ხოლო მეორე მხრივ ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვება და მისი უშუალო კონტაქტი ხელსაქმესთან. პროექტი გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაათვალიერებენ მუზეუმს, მოისმენენ პროგრამის თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები კამფეტების შექმნის ისტორიას გაეცნობიან და ნახავენ ვიდეო მასალას. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები საკუთარი დიზაინით შეფუთავენ ტკბილეულს. მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ასევე 2024 წელს დაემატა მუზეუმს. პროგრამის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით საგანმანათლებლო აქტივობებში. პროგრამა მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების განსაკუთრებულ კოლექციას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არის ჩამოტანილი. პრეზენტაციაზე მოისმენენ მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებების შესახებ. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები იმუშავებენ ფაზლების აწყობაზე. ასევე მუზეუმში მოქმედებს პროგრამა საშობაო მეჯლისი. მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, რომლის ფარგლებში დაათვალიერებენ იმ უნიკალურ დარბაზებს, სადაც მე-19 საუკუნეში იმართებოდა საშობაო მეჯლისები. პრეზენტაციის თემა მეჯლისის ტრადიცია ევროპასა და საქართველოში. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან სამეჯლისო ნიღბებს. რა თქმა უნდა, ბოლოს კიდევ ერთი სადღესასწაულო პროგრამა, რომელსაც საღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან ჰქვია. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, სადაც დაათვალიერებენ დედოფლისეულის სასახლის მემორიალურ გამოფენას. სალექციო ფორმატში მონაწილეები მოისმენენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ საინტერესო ტრადიციებსა და წესჩვეულებებს. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს. ბავშვები საკუთარი ფანტაზიით იმუშავებენ თემატურ აპლიკაციებზე. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ყველა პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. პროგრამის ხანგრძლივობა არის 50-დან 70 წუთამდე. დღევანდელი მოკლე გადაცემის მოსამზადებლად ფაქტიურად მუზეუმს 2 წელიწადნახევრიანი შრომა დასჭირდა. დიახ, მუზეუმის თითქმის ყველა თანამშრომელი იყო ჩართული ჩამოთვლილი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში. მინდა რადიოს ეთერით დიდი მადლობა გადაუხადო მათ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროს მარიამ ანჯაფარიძეს. ვინაიდან სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მუზეუმში დაინერგა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, 2022 წლის მარტის თვიდან 2023 წლის დეკემბრისთვის ჩათვლით მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებს 20,000-მდე მოსწავლე დაესწრო. დღევანდელი გადაცემის შექმნისთვის აუცილებელი გახდა, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული ლიტერატურის მოძიება და პროგრამის ფარგლებში გამოვიყენეთ სახელმძღვანელო განათლება და მუზეუმი, რომლის ავტორი გახლავთ ქალბატონი ნინო გედევანიშვილი. დიდი მადლობა მას ამ სახელმძღვანელოსათვის. მინდა ვთქვა, რომ ეს სახელმძღვანელო ძალიან დაეხმარა ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს, რათა შეექმნათ სტანდარტული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც მოიცავს ყველა აუცილებელ ელემენტს. გადაცემის დასასრულს მინდა გავაკეთო პატარა განცხადება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით საქართველოში არსებობს პრობლემა. როგორც სხვა ქვეყნებში, არ არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა
პროგრამის თემატიკაზე. ჩვენ მუზეუმელებს ძალიან გვინდა ეს გამოვასწოროთ, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია რეგიონებში და სფეროს პროფესიონალებს, პედაგოგებს თავაზობთ მუზეუმთან თანამშრომლობას. ერთად შევქმნათ მოსწავლეთათვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები. დაგვიკავშირდით მუზეუმის Facebook გვერდზე ან ტელეფონის ნომერზე 595 28 76 76. დატოვეთ თქვენი განცხადება და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და განვიხილავთ თქვენს შემოთავაზებას. დიდი მადლობა რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.